მშვიდობა ყველას. დიდება იესოს. როგორ ახარ ცოცხლებო? რა ხარ მე მისმენ და გესმის ჩემი ხმა? ცოცხალი ხარ. დღეს გაგვიზებულ ხარ? ხო და ღმერთს უჩუქნია შენთვის სიცოცხლე. ჩუმად მითხარი, მადლობა უთხარი იესოს. თვალები რო გაახილე, რო გააპირწვინე შენი თვალები. გულში მაინც უთხარი მადლობა ღმერთო. ჩემი სიცოცხლისათვის. ხო გახსოვთ, მადლობთ ბოდიში. ო, ჰალელუია, როგორ ახართ? რა თქმა უნდა, ეხლა მე ისა ნოვოსტებს და ისა პოლიტიკაზე არ დავიწყებ ლაპარაკს. ერთი თემა გვაქვს ჩვენ. იესოს ხალხს. ისევ იესო ქრისტეს სახარება. ამიტომ მინდოდა თქვენთან ერთად ესაუბრა ღმერთზე, გადარჩენაზე. არადა რომ დაუკვირდეთ ხო მეგობრებო, ახლობლებო, ძმებო, დებო, ნათესავებო, ახლად გასნობილებო. რა არის კაცის სიცოცხლე, ხო? აი, რამდენს რას და რას არ ვხედავთ. როგორი ახალგაზრდები მიდიან ამ ქვეყნიდან, რომელთაც წამითაც არ მოვიდოდათ აზრზე, რომ ამ ქვეყანას დატოვებდნენ. და იცით რა არის დასაფიქრებელი, რომ მაგარი სერიოზული რაღაცა არის ის, რომ არავინ არ იცის როდის წავა. შენ გარანტია არ გაქვს იმისი, რომ შენ რო თქვა მე აი ჯამთელი ვარ. მრავალი ჯამთელი მოსვლია ეს. ჯამთელობის ხრივ არ გადაცვლა, სხვა რაღაცა დაემართა. ვიღაცამ შეიძლება თქვას აი მე ამიტომ არ მოკვდები, რომ აი ეს მაქვს, ანდა ისეთი ვარ. დიდარი ვარ, ფული მაქვს. მაგრამ ეს ყველაფერი ხო არ გაგიხანძლივებს სიცოცხლეს. როგორც ჩვენთვის მოსვლა არ უკითხი არავის, წასვლასაც არავინ არ გვეტყვის. კაკუ, მოემზადეთ. ამ საღამოს მივდივართ, ანდა ერთ კვირაში მიდიხარ. არ ხდება ასე. ეს ხდება მოულოდნელად. პარკში ვარ სადღაც აქ მოვძებნე. რომ იქ ხალხმრავლობა იყო და ბავშვები არიან, ხო იცი ხა ოჯახი, ბავშვები, ყვიილი, ხიარულობა და მეთქი სადმე მოვძებნი მეთქი ადგილზე და მოვედი აქ სადღაც. მე მგონი გავაგნებ უკანაც. იმედია ღმერთი არ დამტოვებს აქ. წლარ ხმატკი შევედი. მეგობარო. წინად მოვყევი მე ეს ისტორია, მაგრამ ეხლაც მოგიყვებით მოკლედ. და ეს ბევრ რაღაცაზე ლაპარაკობს ეს. არის ეს იგავია ნამდვილი ამბავია, ვიღაცა კიდე მოდი ჩემსავით, მე მგონი გზაბნეულია თუ იცის გზა. ერთ ამბავს მოგიყვებით. თუნდაც იგავი იყოს. მაინც ჭუის სასწავლი იქნება რაღაცა. თურმე იყო ერთი მეფე. Hello. Hi. Hi. თურმე იყო ერთი მეფე და ამას ყავდა ხუმარა. კლოუნი, ხო ისეთ? თავზე რაღაცა უბონჭიკები რო უტრიალებს იქ რაღაც ჩარიკები და ფეხსაცმლები რო აცვია, წვეტიანი. კი, მოსმენი გიქნებათ, მაგრამ მე მინდა იმათ გაიგონ, ვისაც ეს არ მოусმენია. ხო და ერთ დღეს ისე ასიამოვნა ამ კლოუნმა, ამ ხუმარამ ეს მეფე თავზე გვირგვინი დაადო. თავისი მეფეური გვირგვინი აიღო თავიდან და დაადო თავზე. და უთხრა შენ ისე მასიავნე, იმდენი მაცინა მე დღეს იმდენი სულელური რაღაცები გააკეთა. აი შენისანა ხუმარა და კუჭიზა მუცლის ტკივილი ჯერ არ ვინახიაო და შენზე უარეს რომ ნახავო, შენზე უფრო სულელს, ამას გაუწევთ ხაზი. სულელს იმას დაადევიო თავზე ეს გვირგვინი.
ის იქნება ჩემპიონი შენს მერე. ცხოვრობს ეს ხუმარა მეფესთან, მეფე ცხოვრობს თავის სასახლეში, მიდის წლები, დრო, გაჭაღარავდნენ ორივენი, შეაბერდნენ ერთმანეთს ბებიერი მეზურნეები და ერთ დღესაც ხუმარა მივიდა მეფესთან, რაღაც პრიომებს აკეთებს იქ. მაგრამ მეფე არ იცინეს. უთხრა რა მოგივიდა მეფეო? რა არის რა მოხდა? რამე უბედურება ხარ შეგემთხვა? არა. უფრო უარესი მოხდა. ვინმე საუბრად ხარ მოდის ჩვენ წინააღმდეგ გომიხარისება? იმაზე უარესი იმჭირს. რამე ავამტყოფობა გჭირს, რამე კიბო რა ვიცი რა. იმ დროს რაც იყო რა ვიცი. იმდე უფრო უარესი. რა გჭირს კაცო უარესი? რადგან მე ხვდებიო, ტოვება ამ ქვეყანას. ვიციო რომ გადავდივარ ამ ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარო. და მზად არა ვარო. უფალთან შესახვედრად. უყურამ ხუმარა კლოუნმა. და აიღო გვირგვინი და მეფეს დაადგა თავზე. გაუგრდა ხან მეფეს და კენ რატომ დამადები კაცი, მე ხო გითხარიო შენზე უარეს სულებს დაახურებ. სამწუხაროდ ეს თქვენ მზანდებითო მეფე. რატომ? რატომ ვარ კაცი მე შენზე ვსულელი? მეფეო, თქვენ სადმე როცა სანადიროდ მიდიოდითო, ემზადებოდითო თვეზე ადრე. თვებით. რა არის სასახლეში რაღაც პაციფუსი მიდის იქიდან რაღაც ძაღლები, ცხენები. მოკლედ მეფე მიდის სანადიროდ. ეს მომზადების გარეშე არ ხდებოდა. თუ სადმე დასასვენებლად მეორე სასახლეში წასვლას წლების მანძილზე ემზადებოდი. ყველგან სადაც ქორწილში სადმე მიდიოდი, მთელი სასახლე ცერზე იდგა, მეფე მიდის და მომზადებაში იყავი ვიკასო. ფეჟენის ხოვრებას. შენო მარადილობაში მიდიხარო. და რა ხდება? მზად არ ახარ. შენ მე მიყურებო. მონანიებულის ვარო. მონათულის ვარო. სულ ღმერთთან ჭიკჭიკებო ყოველ დილას და ყოველ საღამოს. ამიტომ უთხრა ჩემზე სულელი შენ ყოფილხარო. შენ მარადილობაში შედიხარ და მზად არ ახარო. ამიტომ მეფე კლოუნმა და ხუმარამ მას დაახურა და სწორიც იყო. აი ასე გვემართება ბევრს. ბევრ რაღაცებზე ზრუნავთ, ბევრ რაღაცებზე წუწუნებთ, ხოლო იქით მარადილობისათვის არავინ არ ემზადებია. რა ისიც რას ნიშნავს ეს? კაცი მზად რო არ არის ღმერთთან შესახვედრად, ეს იმისანაა თოგზე, ბაწარზე, კანაპზე მიდიოდეს ჯოხის გარეშე. არავინ არის ის, მეგობრებო. კლიპ და როდის დაჰკრავს შენი საათის, შენი ქვიშის საათი როდის დამთავრდება. ყველა ისი ჩვენ რას ფიქრობთ? 90 წელი გაზო, 70, 80. ის ვიღაცები რო გდებიან კაცი ის რაღაც ალბათ. ასეთები იყვნენ და იმათ ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა ისინიც ასე იყვნენ. ისინიც უყურებდნენ ვინც 120 წელი გაზო, ვინც 100 წელი გაზო, 90. სად ვარო კაცო მე ჯერ. პენსია კი არა. შეხედეთ რა ახალგაზრდები მიდიან. 40, 25, 18. დაიწყე როგორც გინდა 18, 19, 20, 25, 30, 34, 40. ახალგაზრდები ესე. არც ერთი არ ელოდებოდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ მეგობარო რომ არც შენ. მეც არ ველოდები, რაღაც იმედი მაქვს. მაგრამ მზად ვარ. ურე რა განსხვავება, თუ შენ მონანიებული არ ახარ. თუ შენ უფალი
იესო გულში არ ყავს მიღებული. თუ შენ სულაც იმსახარებ. Păi hai rasit cu. Ida. Aha, zudai malebi. Stuk. Tu შენ სახარებას არ კითხულობდა, იქიდან არიცი? მაშინ იმ მეფეზე უარესები ვართ. იმიტომ რომ იმ მეფეს არ ყავდა იმდენი მოლაპარაკე, იმდენი מחარებლები, იმდენი მქადაგებლები, რომლის შენ ყავს. შენ მოგიგზავნა უფალმა. თუნდაც ახმაც. რამდენი მოგისმენია. მაგრამ არ ღირს მეგობრებო რისკი. რაზე უნდა ირისკო? შენ ხო არ რისკულობ რაღაცას? ფულს, მანქანას, ოქროს ვერცხლს. შენ რისკულობ შენ მარადიულობას. ამიტომ სადმე ტყეში კაც ჩემსავი. იესო ხო შედის შენს ოთახში. მოიდრიკე შენი გული, მუხლი. უთხარი უფალო იესო. სოდვილი ვარ უფალო. ამას არ უნდა დამოწმება. ვინმე დამოწმებას არ მჭირდება უფალო. მე თვითონ ვაღიარებ, სოდვილი ვარ. დაბადებიდან რაც ამ წუთამდე დამიშავებია შემიცოდა სიტყვი, საქმე, აზრი, ფიქრი, ნები, უნებლიეთ, შეგნებულად, მაპატიო. შემოდი ჩემს გულში, ჩემს ცხოვრებაში. იყავი ჩემი ღმერთი, ჩემი უფალი. და გთხოვ შენი ახალი აღთქმა, შენი სახარება, ბიბლია. შენ გამიხსენი შენი სულიწმიდა. მიხსენი უფალი. მაჩვენე სწორი გზა, დამაყენე სწორ გზაზე, სწორ სარწმუნოებაზე. გთხოვ როგორც შენი შვილი გემოდარები არ დამტოვო, მიპასუხე, გამომეხმაურე. ჩემს მხსნელად გაღიარე, ჩემი ღმერთი ხარ. თქვი ასე, ზეცის, მიწის და ჯოჯოხეთის წინაშე ვაღიარებ, ვაცხადებ, რომ იესოა ჩემი მხსნელი, იესოა ღმერთის ზე, ხორცად მოსული ჩემი ცოდვებისათვის, რომელიც მოკვდა და აღდგა მესამე დღეს და ამაღდა და მამის დიდებაში ზის. ის მოდის მეორეჯერ ქვეყნიერების გასასამართლებლად და ჩემს სახსნელად. უფალო, შენ გაბარებ ჩემს სიცოცხლეს. დაელაპარაკეთ ღმერთს როგორც ცოცხალ პიროვნებას. თუ ამას ახლა შენ იტყვი, ისე ვერ დაიგებ ბურდღუნებს იწვევს. აი, მე კლოუნი ვარ, მაგრამ მე მზად ვარ. შენ ხო მეფე ხარ. შენ ხო ყველაფერი იცი. გვირგვინი გადგია თავზე. ბატონო, მეფე ბატონო, მაგრამ თუ მზად არ ახარ, შენი მეფობა არის 5 წუთიანი. შენი უკაცრავ და ბლატაობა არის 5 წუთიანი. ხო, წუთის სოფელი. შენ წუთის არ ცხოვრობ. თუ ეს ქვეყნიერება წუთის სოფელია, შენ ხარ წანი. გრავენი. ორთქლი, იაკობი ამბობს, რა არის თქვენი ცხოვრება, როგორც ორთქლიაო. ამიტომ გთხოვთ, დაფიქრდით. რელიგია არ გვიშველი ჩვენ არაფერს. თუ გინდა მილიონი სამთელი დაანდე, ყველა ხატი დაკოცნი, ყველა წმინდან საყვანიესი, უარესი დაგემართება. არ ითხოვს ამას ღმერთი. ღმერთი ითხოვს გული გახსნა. მონანიება გააკეთა. პატიება თხოვე უფალს, შენი გასული ცხოვრებისათვის, ცოდვებისათვის. გაპატიებ, დარწმუნებული ყავი. არ არსებობს ცოდვა იესოს სისხლმარო არ გაწმინდოს. თუ ადამიანი ინანიებს. არ არსებობს. ეს იმისანა რაღაცაა ქრისტეს სისხლი. რომ ყველაფერს გარიცხავს. ყველანაირ ჭუჭყს აშორებს. და შენ სულს, შენ ტანსაცმელს თეთრად გაგიხდის. ამიტომ კარგი, ერთ-ერთი და ეხლა მინდოდა კიდევ ერთი რაღაცა წამეკითხა. ჩამედეს გულში. აი თქვენ შეიძლება ზოგიერთებს არ გქონდეთ მოსმენილი, ან წაკითხული. ზოგიერთებს გაქვთ, მაგრამ მაინც წავიკითხათ, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არასოდეს არ არის ზედმეტი და მორწმუნე არ არის. ეს ვიცი კაცო.
ვინც ასე ამბობს, მან ჯერ კიდევ არაფერი არ იცის. იმიტომ რომ ყოველთვის უფრო ღმად, უფრო ნათლად ხედავთ და გვინათებს სულიწმინდა თავის სიტყვას. ყველა ვიცით იგავი მთესველზე. იესო ხო ლაპარაკობდა იგავებით. და უყურეთ რა საინტერესო რაღაცა ხდება აქ. აქ წერია რომ იესო ბევრს ასწავლიდა. ეს მზერონას ეს კაცო. იესო ბევრს ასწავლიდა იესო. ხო ამბობ, ეს ამდენს ლაპარაკობს, ეს სულ ღმერთზე ლაპარაკობს. ჩვენ რა ვართ? ჩვენ ვართ არაფერი. შენ მოგესმინა იესოზე. რამდენს ლაპარაკობდა. აქ წერია ბევრს ასწავლიდა. მათ იგავებით. კიდე ერთი რამე მინდა. გუშინ ჩვენ ვიდექით მე თავზე მათეს სახარების, ჩვენ პატარა ჩათი გვაქვს და იქ ყოველდღე ერთ თავს გავდივართ. და ერთი ჩვენი და თამოდებს და იქ ასეთი რაღაცა ეწერა, რომ იესომ წაიყვანა ისინი განმარტოებით ესა როელოცად. თუ გახსოვთ ყოველთვის ბიბლიაში წერია სახარებაში, უпроსტო სახარებაში, რომ იესო ყოველთვის განცალკავებით გადიოდა სალოცავად. დღესით გადაგებდა ტაძარში, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, სახლ და სახლ. და ხამით იგი დასაძინებლად კი არ მიდიოდა სალოცავად. და რამდენი ადგილი არის, სადაც წერია, რომ ის მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. და დილადრიან ავიდა და წავიდა თაზე სალოცავად. რატომ? ტაძარში არ შეეძლო წასვლა? უფრო ახლო ხო იქნებოდა? და იკუთხე სახლის გვერდით. სადმე? რომ მოესტუმრებინა. იგი ხუმრობის გარეშე გადიოდა სალოცავად. სალოცავად და ლოცვის წასაკითხად კი არა. ლოცვა ეს არა კითხვა. ლოცვა ეს არის ადამიანი რო ადამიანთან ურთიერთობას ამყარებს, მას ქვია ლაპარაკი, საუბარი. და ადამიანი რო ღმერთთან ამყარებს კავშირს, აი ამას ქვია ლოცვა. შეერთება. ღმერთთან საუბარს ქვია ლოცვა. და იესო ჩვენ ხომ უნდა მივემსგავსოთ იესოს. რაც შეგვიძლია. იესო თავისუფალ დროს არ თამაშობდა ფეხბურთს. ბიჭებო, მოდი ახლა დავიღალი და მოდი გავიყოთ. 12 ვართ ხო? 6-6, თქვენ ეკეთ, თქვენ აკეთ. ვინმე მოიდანეთ ბურთი და დავაი. დავიღალეთ ამ იმდენი ვიხადაგეთ, იმდენი ვიწრიალეთ და იმდენი აღანტოფი გამკურნეთ. ცოტა რასლაბო ხაგჭირდება მეგობრებო, ძმებო. დავაი. ანდა რამე მოდი ერთი რამე. ისა. ანიდოტები ვილაპარაკოთ. ანდა მოდი და გავგორდეთ ერთი საათი. გენესარეთის პაზე წავიდეთ ვიბანაოთ. ხაგჭირდება კაცო, რასლაბო ხარ. სადესალა იესოს ჯოჯოხეთის ალი ჩანდა, ხალხი სიბნელეში იჯდა. ყოველი სული, რაისი? შეიძლება ის კაცი, რომელიც დღეს მას შეუძლია უკადაგოს, შეიძლება იმან ხვალ ვერ გაიღვიძოს და იმასთან გარბის იესო. იმასთან გარბის ღვთის ხალხი. რას ლაბუხას მეგობრებო იქ, ზეცაში მოვისვენო მთელი მარადებულობა. აქ ნადა პახაც სამუშაო აქ. იესომ რა თქვა? ჯერ იმ დროს გადახედეთო, გადათეთრებულანო, ყანა გადათეთრებული არისო, ევედრეთო, მიწის მუშაკსო გამოგზავნოსო მუშები ყანაში. ბევრია, მუშაკი ცოტა. ამიტომ ღმერთი ეძებს, ამბობს, ვინ გაგზავნო, ვინ წავა ჩვენს მაგივრად. ესაიან თქვა, მე უფალო, მე გაგზავნე. ვინა იმისთან, ხარ შენ, ხარ ვარ მე, ვარ ჩვენ, უფალო. დია ხაბარა, შეიძლება ვიღაცა სულ არ გაუთენდეს დილა. ღმერთო მიმაგზავნე. მალაპარაკე. გამაფრთხილებინე ქემაინს ეგება და გახსდას გული და კონზე მოვიდეს. თუ არა და
მე ადამიანი ვერავის ვერ დააბრალებს, ვერც ღმერთს, ვერ კაცს და ვერც ვერავის. დაჟე ვერც ეშმაკს. ხო და აქ წერია რომ იესო ბევრს ასწავლიდა. თუმცა მე ვთქვა რომ გაგზავნებს. და ეუბნება იგავს. აი გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი გზასთან დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს ის. ზოგი თესლიო დავარდაო კლდოვან მიწაზე, კლდოვან ადგილზე. სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწის სიღრმე არ ჰქონდა. როცა მზია მოვიდა, დაჭკნა და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი თესლი ჩავარდაო ეკლებში. გაიზარდნენ ეკლები და მოაშთეს, დაახრჩვეს ისინი. მეოთხე კატეგორია. ზოგი კარგ მიწაზე დავარდა, სადაც არც ეკლები იყო, სადაც მიწას იყო რხმა და სადაც ჩიტების არ გზა არ იყო. კარგი მიწა იყო და წერია ზოგმა 100 გამოიღო ნაყოფი, ზოგმა 60 და ზოგმა 30 იყო მინიმუმ. და ყოველთვის როცა იესო ამისანა თავარდა საყურადღებო სიტყვას ან ქადაგებას ამბობდა, ბოლოს ამბობდა, ვისაც ყური აქვს, ისმინოს. რა? ერთი ყურის მაგერა, უბრალოდ ორი ყური მაბია. ის ყური, იმ ყურზე არა იქ ლაპარაკი. გულის ყური. ვისაც გულის ყური აქვს, ესე იგი შეიგნეთ ეს. მერე უფალო მოწაფეებმა უთხრეს, რაზე ელაპარაკები უკაც ამ ხალხს იგავებით. იმიტომ რომ დაკეტილი აქვს, არ ესმის და ეგეთ იგავებით გაიხსნათ. და მერე იესო რო არ გავაგზავნოთ ბევრი, იქ იესო უნმარტებს, ამ იგავს თვითონ იესო აკეთებს კომენტარს. ინტერპრეტებას უკეთებს ჩვენი უფალი. ურეთ როგორ. ხოლო თქვენ მომისმინეთ თესვლის იგავი და იესო ხსნის ახლა. ყოველს ვისაც ესმის სიტყვა სასუფევლის შესახებ. აი ცოტა გავჩერდით. ჩვენ რაზე გვესმის სიტყვა? რა გინდა იქ არ იყოს? აჯამსანდალი. თუმცა ეს საკველი მიყვარს მე და კარგია, მაგრამ ქადაგებაში არა საჭირო აჯამსანდალი. იესო ამბობს სიტყვა სასუფევლის შესახებ. ზევით, ზეციერი ქვეყნის შესახებ. იესოში პავლემ რა თქვა? არაფერი არ ვიცი გარდა იესო ქრისტესი და ისი ჯვარცმული. უფალო, კიდევ ხო არიან წმინდანები, მოსე ეს ის კიდევ. თუმცა შენ ჯერ არ ახარ იქამდე არ ცოცხლობ. ჩვენ გვეყოლება მე წმინდა გაბრიელი ეს. ანდა პავლე, იესოს დედა მარიამი, ასე ქვია, არავინ არ გახსოვს. პავლემ თქვა. მე ვხადაგებ მხოლოდ ჯვარცმულ იესო ქრისტეს. ტოჩკა. დანარჩენი არის დედაბრულის ღაბრები, როგორც სახარება ამბობს. და იესომ თქვა, ვისაც ესმის სიტყვა სასუფევლის შესახებ და გონებით არ ჩასვდება, აქ ხაზი გავუსვათ გონებით ჩაწვდომას. მარტო ყურიდან მოისმინე კი არა. გახსოვთ გაკვეთილზე რომ იჯექი და მასალები რომ ლაპარაკობდა და რომ შეიკითხა რას ლაპარაკობდა და ქებურია? მე რო იხედები მაგ მასი ინე ხარ მიყარნახებს. იმანიში დედი რას ლაპარაკობდა მასა. იმიტომ იქ იჯექი გესმოდა, მაგრამ არ გესმოდა გონებით არ იყავით შეზელი. ვინ ჩაწვდაო გონებით მოუხტაო, ესე იგი მოეპარა მას ანდა როგორც ხეთში მოვიდა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში დათესილს. აირას ნიშნავს გზასთან დავარდნილი. გზასთან. სადაც ხალხი დაადის იქით აქე დააბიჯებს. იმიტომ რომ გონებით როცა არ ჩაწვდები ღვთის სიტყვას სასუფევლის შესახებ, თუ არ დაფიქრდები, თუ არ ეფიქრებ. ახლა შენ რომ მოწყალ კაცო იმას ნიგოს, პირდაპირ ხო არ ყლავავ იმას, ხო ტეხავ იმას, ხო ჭამერებ გულს, აი ასე უნდა გატეხო ეს. ასე ესა ის
გონებით ჩასდომა. როგორ აკასე? ისე იქით აკეთებ მიკეთებს. ხო და მეორე არისო კლდოვან ადგილას დათესილი. და ეხლა ხსნის რა არის ეს კლდოვანი? ეს არის ვინც სიტყვას ისმენს სასופელის შესახებ. მაშინვე სიხარულით მიიღებს მას. ვერა პასნი მდგომარეობა. და ვიღაცას გონია, ჩვენ გონია, შენ გონია. ირწმუნა იესო დიდება უფალს. სიხარულით მიიღო, მაგრამ რაც უსიტყვებია, მაგრამ რა მაგრამ უფალო? ფესვები არ გააჩნია თავისში. და ხანმოკლე არის. ეს ამიხსენეთ რას გინას ეს ფეხები, ეს ფესვები. იესო ამბობს, გეტყვი რა არის ეს ფესვები? ეს არის რაჟამს დგებაო ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო მაშინვე ცუნდება. ესე იგი შეუძლია კაცმა უცბად ირწმუნოს, მანაც გაიხაროს, სხვებმაც გაიხაროს, მაგრამ არავინ ხო არ ვიცით მის გულში რა ხდება, რა ამბავია მასში. და იესო ამბობს, არის კატეგორია, მეორე კატეგორიის ხალხი, რომლებიც სიხარულით მიიღებენ ამ სიტყვას, მაგრამ როცა ფესვები არ გააჩნია და აი რა არის ფესვები, როცა დგება ჭირი, ან დევნა, სისტორის გამო, სიტყვის გამო, ჭეშმარიტების გამო, რასაც იესო ამბობს, მაშინვე ცდუნდება. სამწუხაროდ. ცდუნდება რა? უარს იტყვის, სხვანაირად იტყვის, შერცხვება, იესო ხო თქვა, ვისაც შერცხვება ჩემი, ამ გარყვნილ და ბილწ მოდგმაში მეც შემსხვება. ვინც უარყოფს, მეც უარყოფ. ხოლო ეკლებში დათესილი არის ის, ვინც სიტყვას ისმენს, ისმენს ეს კაცი ზის ისმენს, თავს ასე იქნებს, მაგრამ წუთის სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობს ამ სიტყვას. საჭირო არა ეშმაკი მოვიდეს და რაღაცა გააკეთოს. თვითონ სიტუაცია შეგიქმნება. სიმდიდრის საცდური. ავლის ხო ამბობს, რომ ვინც გამოედენაო ამ სიმდიდრეს და ვერცხლს და ოქროს და გამდიდრების სურვილებიო, განსაცდელში ვარდებიანო. ეს ხრამიდან გადავარდნილი კაცი. დავარდნა არა, გემრიელი, ტკბილი. და მათი რწმენის გემის დაიმსხვრავა. ხა წარმოიდგინე, ზღვაში ხარ და დაგენგრა გემი. ტიტანიკია. აშთობს სიტყვას და უნაყოფო შეიქმნება. ხოლო მეოთხე კატეგორიის ხალხი. ესე იგი ნიადაგი. ხოლო კეთილ მიწაზე დათესილი ეს არის ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩაწვდება. და სწორედ ის არის ნაყოფიერი. პირველზე რა თქვა იესომ? სულ პირველ კატეგორიაზე. ვისაც ესმის ეს სიტყვა სასופევლის შესახებ და გონებით არ ჩაწვდება, მოუხდება მას ბოროტი და მოსტაცებს. ხედავთ? გონებით არ ჩაწვდება. მეოთხე კატეგორიის ხალხზე რა თქვა? ეს არის ის სიტყვა, ის ხალხი, ის მიწა, კეთილი მიწა, ვინც მოისმინა სიტყვა და გონებით ჩაწვდა. კეთილმა ნიადაგმა, ესე იგი ამ კატეგორიის ხალხმა გონებით ჩასწდნენ ამ მოსმენილ სიტყვას. და პირველზე რა წერია? მათ გონებით არ ჩაწვდნენ, ვერ ჩაწვდნენ. კი არის ფიქრეს, მართალს ამბობს ეს კაცი. დროა შეურიგდე ღმერთს, დროა მოვინანიო. ზოგმა კი მეორე და მესამე არის მაგარი ყველა პრობლემიანია, ყველა ნიადაგი გარდა ერთის. და ჩაწვდეთ, გონება ხომ მოგსა კაცო ღმერთმა. ბაშკა, ხომ მოგსა გონება.
აზროვნება. მომისმინეთ ერთი. აი ვიღაცა ქადაგებს რაღაცას. თქვა სიტყვაზე. დგას რამოდენიმე კაცი. ყველა ამბობს. მე რომ ლაპარაკობის არსწორი. მოდი აქ, ჩემთან. მეორე მოდი. იმას არ ასმენა კაცი ის. ის არის სატანისტი. სექტა, აქეთ მოდი ჩემთან. იდე მესამე ვიღაცა. და ასე ყველა აქეთ გეძახა. მოდი ბიჭი აქეთ მოდი. ვენც ახლა ბაზარში როა ჩემი ტავარი. ის გამბალია მოდი აქეთ. მე მოგცემ იაფად, კარგს, ახალს. ყველა თავისას აქებს, ხო იცით? ასე ეციან რუსებმა. Каждый лягушка хвалит свой болото. Ჯერედი ბალოტა რა არის და მე კაშდი ხვალის ვაი. ყველა თავისას აქებს. ყველა ბაღაკი. ეხლა გონება ხომ უნდა კონდეს კაცო შენ. ის ერთი ამბობს, მოდი. მამა პაპურია ჩვენი კაცო, რამდენი 1000 წლებით უკან ჩვენი პაპა, მამა იქით კიდო. 10 შთამომავლობა. ერთა იგივე აქ ჩვენი წმინდანი მოდი აქ. გონიერი კაცი ის რას გააკეთებს? უკაცრავად მეგობრებო, თქვენ ყველა მაშინო მომეცით უკაცრავად მე ის წიგნი. თქვენ ყველა შეხთა იგივე წიგნი გავიეთ, მომეცით მე ის წიგნი და მე თვითონ წავიკითხავ. არა. შენ იმას ვერ გაიგებ გასა. შენ ვერ გაიგებ. ჩვენ აგიხსნით. არა. გატყუებს. როცა შენ წაიკითხავ ამას, გადახედავ, 1-2-ჯერ, 3-ჯერ მაინც წაიკითხე ახალი ახლა. და შემდეგ უთხარი, აბა, ხადაგებლებო, ვინცში. მე იმასთან ვიმეგობრებ. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და აბა შენ ისი რომელი ლიანდაგი მატარებელმა გაიარა. რომ მასალი კაცო პარკში ვარ და მატარებელს რომ ეს კიდე მე-13 საოცრება. უთხარი, ძმებო, თქვენ იცით რომელი ნიადაგი იქნებით. პირველი, რომელიც მიწაზე დავარდა, მეორე, რომელმაც სიხარულის მიიღო და ფესები არ ქონდა და გახმა, მესამე, სადაც ეკლები იყო დათესილი, ხო ის ეკლი რა არის? ამ ქვეყნის სრულმა, სიმდიდრეზე გამოდევნება, საცტური და ასე შემდეგ და მეოთხე, ეს არის ვინც გონებით ჩაწდა. ეს გესმით? გავანძრიოთ